არავინ შემედავოს იმაში, რომ მოსახლეობის 99% ფიქრობს, თუ როგორ გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი. და ეხლა არავინ გამომიხდეს აქ და არავინ არ მითხრას, რომ ფული ხელის ჭუჭყია და ფული ადამიანებს აფუჭებს და ესეთი სისულელეები. ყველა ადამიანს ჭირდება ფინანსები იმისთვის, რომ იცხოვროს და არა იარსებოს და მყარი მომავალი შეიქმნას, რაც ყველას ნამდვილად გვაშინებს, ხო, რა იქნება შემდეგში. მაგრამ ნახეთ, გარეთ 21 საუკუნეა და მადლობა ჭკვიან ადამიანებს, რომ შექმნეს ქსელური მარკეტინგის სისტემა და აქ აბსოლუტურად მარტივად არის შესაძლებელი, რომ ფინანსები გქონდეს უფრო მყარი და უფრო მეტი, ვიდრე ვთქვათ ფიზიკურ სამსახურში არის შესაძლებელი, თუმცა არ მოგატყუოთ სიტყვა მარტივმა და არ იფიქროთ, რომ აქ ვიღაცას არაფრის ფასად ევროები თავზე ეყრება. არავითარ შემთხვევაში აქ აუცილებელია რომ იშრომო, აუცილებელია რომ დრო დაუთმო, შენი თავი განივითარო და შენი ხედვა და აზროვნება განივითარო და რა თქმა უნდა, შრომა ყველგან შრომა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ შრომა გიფასდება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ყურად იღონ ზუსტად აი ეს შესაძლებლობა და გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელი არის ის, რაზეც ოცნებობენ, აქ ნამდვილად რეალობა დაქციონ. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, რომ ფინანსურად უფრო მყარი გახდეს ადამიანი და უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეს თავიანთ თავს? ანუ ჩემი პასუხი არის ქსელური მარკეტინგი. თქვენი პასუხი თუ შეგიძლიათ დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი აბსოლუტურად.